სახელითა მამისათა და ძისათა და წმინდისა სულისათა. ცოტა ხნის წინ საქართველოში ჩამოსული იყო შვეიცარიის მიტროპოლიტი ემანუელი, კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს წარმომადგენელი, რომელიც ჩამოვიდა ჩვენი პატრიარქის შიომესამის ვიზიტის მოსამზადებლად მსოფლიო საპატრიარქოში კონსტანტინოპოლში. რა შეიძლება ითქვას ამასთან დაკავშირებით? უპირველეს ყოვლისა, არანაირი საკანონმდებლო საეკლესიო ბაზა არ არსებობს. დადგენილება მითითება იმასთან დაკავშირებით, რომ ახლად არჩეული ადგილობრივი ეკლესიის მწყემსთავარი ვალდებული იყოს ჩავიდეს და თავი წარუდგინოს მსოფლიო პატრიარქს. მეორე, რა თქმა უნდა, როცა ქრისტეს მიერი სიყვარულია და ძმობა, პირიქით სტუმრობა, ჩამოსვლა თუ ჩასვლა, ეს არის სასიამოვნო და სიხარულის მომგვრელი. მაგრამ ჩვენ ვიცით თუ რას წარმოადგენს მსოფლიო პატრიარქი, ვინ არის ეს პიროვნება, რა მისწრაფებები და რა მიზნები აქვს მას. დაახლოებით ერთი წლის წინ ჩვენ ნახეთ ვიდეო სიუჟეტი, სადაც მსოფლიო პატრიარქი ბართლომეუსი უკვე მერამდენედ ლოცულობს ერთად რომის პაპთან, მწვალებელთან. და არა მარტო ლოცულობს, არამედ საეკლესიო დიპტიხში მსახურების დროს, ანუ ჩამონათვალში ადგილობრივ ეკლესიათა შორის მას მოისენიებს როგორც უპირატეს, პირველ ადგილზე აყრენებს მას, მწვალებელ რომის პაპს. და არა მარტო მას იხსენიებს, არამედ იხსენიებს ასევე მის მიერვე ჩამოყალიბებულ უკრაინული სქიზმის განხეთქილების ცრუ ეპისკოპოს ეპიფანეს. ჩვენ გვაქვს დიდი შფოთი ამასთან დაკავშირებით და წუხილი, რომ ანალოგიურ სიტუაციაში ჩააყენებს ჩვენს პატრიარქსაც ბართლომეუსი, როდესაც მოხდება ეს ვიზიტი და ჩატარდება ერთობლივი ღვთისმსახურება. იქაც დიდი ალბათობით, ისე როგორც ხდებოდა ყოველთვის ამ ბოლო დროს, იქნება მოხსენიებული მინიმუმ ყოველ შემთხვევაში სქიზმატი ცრუ ეპისკოპოსი ეპიფანე. ამბობენ, რომ თუ დიაკონი მოისენიებს, ამას არ აუშავს. ჯერ ეს ერთი, რომ დიაკონი პატრიარქის გარეშე არაფერს არ აკეთებს, მისი კურთხევით აკეთებს ყველაფერს. და ამით მოხდება არა მარტო უხერხო მდგომარეობაში ჩაყენება ჩვენი პატრიარქისა, არამედ უმძიმესი ცოდვის ჩადენაც, რომელიც საეკლესიო კანონმდებლობით დასჯადია. აი ეს არ გვინდა ჩვენ რომ მოხდეს. სამწუხაროდ მსოფლიო პატრიარქი ბართლომეუსი დღეს არის პაპოცენტრიზმის ერთ-ერთი თვალსაჩინო და აშკარა გამომხატველი. რას გულისხმობთ მღვდელმთავართა პაპოცენტრიზმში? ეს არის მოვლენა, როდესაც მღვდელმთავარი წარმოიდგენს, რომ ის არის ეკლესია, უცდომელი და ყველაფრის გამგებელი, დაუსჯელი და ყველაფერზე ნებადართული. ანუ, როდესაც მას ეუფლება რომის პაპისთვის დამახასიათებელი პაპოცენტრისტული აზროვნება და ცნობიერება. სწორედ აქედან იწყება ასეთი მღვდელმთავრის გადაცდომები, რომელთა სპექტრი საკმაოდ მრავალფეროვანია. მწვალებლობის გადაგება სიტყვით და საქმით, მათ შორის ეკუმენიზმისა, როგორც ბოლო ჟამთა უთუარი ნიშნისა, განხეთქილების მოქმედება, სქიზმისა და სქიზმატების შეცნარება, უნიატობა, დაქვემდებარებულების მიმართ უსამართლობა, განსაკუთრებით მის მამხილებელთა მიმართ და მათი უკანონოდ დასჯა, უზნეობა, ვერცხლის მოყვარეობა, თვითნებობა, ძალადობა და ასე შემდეგ. როდესაც ეპისკოპოსის საღვთო საიდუმლოებების ეს ხილული ცენტრი აღარ არის თავისი ეპარქიის ლიტურგიკული ცენტრი, წყემსი და მზრუნველი მამა თავისი სამსოსათვის და თავისი საეპისკოპოსოს ადმინისტრატორად უბრალოდ მის მმართველად და მომთხომ უფროსად იქცევა.
მით უმეტეს, როდესაც თავად იგი განდგომილებაში ჰგიებს, მაშინ მორჩილება, რომელსაც ის თავისი სამწსოსაგან, სამდელოებისაგან, მონოზონთაგან და საეროთაგან ითხოვს, აღარ არის კანონიერი მორჩილება, არამედ იქცევა ეპისკოპოსის დისციპლინად, რომელსაც სურს თავისი ნებითა და განშით და არა საეკლესიო კანონებით მართოს ეპარქია. სამწუხაროდ ასეთნი ყოველ დროში არსებობდნენ და ჟამთა განლევის კვალობაზე სულ უფრო და უფრო მრავლდებიან. პაპოცენტრიზმის ერთი მძლავრი შტო ეკლესიაში იერარქიული ხასიათისაა და იწყება კონსტანტინოპოლის პატრიარქ ბართლომესაგან. ამ ეკუმენიზმის მიმდევრისა და განხეთქილებათა მოქმედისაგან, სქიზმატების მხარდამჭერი და სქიზმატური ცრუ ეკლესიის შემოქმედისაგან, მართკვეთელი მღვდელმთავრების, ბერმონოზნებისა და სამდელოების მდევნელისაგან, განდგომილების კრების მომწყობისაგან, იგულისხმება კრეტის კრება, რომის მწვალებელი პაპის პირველობის აღიარებისათვის მებრძოლი და მწვალებლებთან ურთიერთობის დამყარებისათვის მოღვაწე. შეხედეთ, რას ამბობს იგი კრებსითად პაპიზმის მამხილებელი ეკლესიის დიდი წმინდა მამების, ფოტის, მარკოზ ეფესელის, გრიგორი პალამას, კოსმა ეტოლიელისა და მრავალ სხვა მამათა შესახებ. ციტატა. ჩვენი წინაპარი მამების მიერ ჩვენთვის დატოვებული მემკვიდრეობა დანაწევრებული ყოფის სახით, გამოწვეული ბოროტი გველის უგუნური მიზეზით, ამჟამად იმყოფება სამართლიანი მსაჯული ღმერთის ხელში. ჩვენ აღვავლენთ ლოცვას ღმრთის წყალობის მისაღებად. ჩვენ ასევე მის წინაშე გვაქვს ვალდებულება გამოვასწოროთ შეცდომები, ჩვენ ვიცით სიზნელეები, რომელსაც ეჯახება ყოველი ეკლესია მისი წევრების უვარგისი და ხშირად მცდარი კატეხიზაციის გამო. წევრებისა, რომლებიც ვერ აცნობიერებენ შეცდომას, რომელიც ჩვენ გადმოგვეცა წმინდა მამების მიერ როგორც ჭეშმარიტება. ეს ციტატის დასასრულია, დაბეჭდილია ეს წერილი მსოფლიო საპატრიარქოს ოფიციალურ ჟურნალში ეპისკეპსისში 1998 წლის 30 ნოემბრის ნომერში. ესე იგი, ვინ არის ბოროტი გველის მიერ ცდუნებული ეშმაკის დასავლელ მსახურთა ლაქიად ქცეული პატრიარქი ბართლომე თუ ხსენებული წმინდა მამები? ეს ხაზზე უცხადესია. აი ასე უწოდებს მათ წმინდა მამებს, რომ ეშმაკისაგან სთუნებული ეს წმინდანები, რომლებიც თურმე სტომილებაში იმყოფებოდნენ და ბართლომემ დაამყარა ჭეშმარიტი სამსჯავრო და ბართლომე გვევლინება როგორც ჭეშმარიტების ქადაგებელი. აი აქამდე მიდის კადნიერება, ვერიდები ამ სიტყვას, მაგრამ უნდა ვთქვა თავხედობა ამ პიროვნებისა. და განდგომილებაში მყოფი პატრიარქი ბართლომეც ცდილობს მოგვევლინოს მართლმადიდებელ პაპად. 15 წლის წინ მან განაცხადა, რომ ეკლესიის კანონიკური სამართლის თანახმად ის არის ეკლესიის კოორდინატორი და შეუძლია სხვა ადგილობრივი ეკლესიების შიდა საქმეებში ჩარევა. აღსანიშნავია, რომ ეკლესიის კანონიკურმა სამართალმა არ იცის ქრისტეს ეკლესიის კოორდინატორის ცნება და შესაბამისად პატრიარქი ბართლომე, ეს თურქეთის ჯარის კაპიტანი, თვითმარქვია კოორდინატორად ევლინება. რატო ვახსენე ეს, რომ არის თურქეთის ჯარის კაპიტანი? შეიძლება ჯარში სამსახური საპატიოა და მით უმეტეს თუ იერარქიულად იმსახურებ წოდებებს, ამას რა ჯობია, მაგრამ იგი მსახურობდა თურქეთის ჯარში. თურქეთისა, რომელმაც მის ხალხს, მის ქვეყანას საბერძნეთს გენოციდი მოუწყო. აი იქ მიაღწია ასეთ იერარქიულ სიმაღლეს, კაპიტნის წოდებას. აი ესეთ პიროვნებაა ბართლომეუსი. უღმერთო, უსამშობლო, უსჯულო პიროვნება.
ცნებათა აღრევის თავიდან ასაცილებლად მოვიყვანთ განმარტებას. თანამედროვე საეკლესიო დოგმატურ ხმარებაში ერესის მწვალებლობის სახელწოდებით აღინიშნება იმგვარი ქრისტიანულ სარწმუნოებრივი სწავლება, რომლის მქადაგებელით შედის შეგნებულსა და აშკარა წინააღმდეგობაში მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ ნათლად გახსნილ და მკაცრად ფორმულირებულ ქრისტიანობის დოგმატებთან. აქვე აღნიშნათ, რომ სარწმუნოებრივ საკითხებში წმინდა მამათა თანხმიერ სწავლებას კონსენსუს პატრუმ მართლმადიდებლური ღვთისმეტყველება ჭეშმარიტების კრიტერიუმად აღიარებს. საქართველოს სინამდვილეში მიმართება მწვალებლებისადმი გამოხატა რუის ურბნისის წმინდა კრება. ციტატა: "ყვალაცა ვიტყვით, ყოველ ნიმცა მწვალებელნი შეჩვენებულ არიან, ყოველ ნიმცა მართლმადიდებელნი კურთხეულ არიან, ყოველთა მართლმადიდებელთა წელნიცა მრავალ არიან, ყოველთა მართლმადიდებელთა საუკუნომცა არს ხსენება, ყოველნი მწვალებელნი საუკუნოცა შეჩვენებულ არიან, ყოველთა მწვალებელთა საუკუნომცა არს წყევა და დაუსრულებელი შეჩვენება." ძეგლის წერა რუის ურბნისის კრებისა დიდის ჯულის კანონი გვერდი 559. წმინდა მარკოს ეფესელი გვმოძღვრავს. სარწმუნოებრივ საქმეებში იკონომია დაუშვებელია. არასოდეს ჰოი კაცო, ის რაც ეკლესიას განეკუთვნება, არ წყდება კომპრომისების სახით. აი სწორედ ამ ყოველივედან გამომდინარე, ჩვენ გვაქვს უხილი და შეშფოთება იმასთან დაკავშირებით, რომ მზადდება ასეთი ვიზიტი კონსტანტინოპოლში. მსოფლიო პატრიარქ ბართლომისაგან ყველაფერი არის მოსალოდნელი და მათ შორის ჩვენი პატრიარქის უხერხულ მდგომარეობაში მინიმუმ ჩაგდებაც. ჩვენს ეკლესიაში ბოლო წლებში ჩვენი პატრიარქის ილიამ მეორის თვითქვასი პატრიარქის ლოცვით და ღვაწლით მშვიდობა იყო შენარჩუნებული. მას არ ქონია არანაირი ასეთი მისვლა-მოსვლა მსოფლიო პატრიარქთან ცნობილი ფაქტის შემდეგ ჩვენ ვისაუბრეთ ამის შესახებ კაპადოკიაში მომხდარი ფაქტის შემდეგ ეკლესიაში იყო მშვიდობა. ეხლა მსოფლიო პატრიარქი ცდილობს, რომ ჩვენს ეკლესიაში შემოიტანოს შფოთი. აქედან გამომდინარეა სწორედ რომ ის აწყობს ამ ვიზიტს ჩვენი პატრიარქისა კონსტანტინოპოლში, რომ ამას მოხვდეს შემდეგ აჟიოტაჟი. ამიტომ ჩვენ ვსასუებთ, იმედი გვაქვს, რომ ჩვენი პატრიარქი, რომელმაც ასე შესანიშნავად დაიწყო თავისი მოღვაწეობა, დადის სხვადასხვა ეპარქიებში, სხვადასხვა ტაძრებში, ატარებს წირვებს, მოძღვრავს ერს, სწორად მიუდგება ამ საკითხს. ჩვენ ლოცულობთ მისთვის, ჩვენი პატრიარქისთვის, შიო მესამესათვის და კიდევ უფრო გთხოვთ, რომ გავაძლიეროთ მისთვის ლოცვა. ღმერთმა დაგლოცოთ და გაკურთხოთ.